მოგცემ ახლა შენს და ამასაც იგივე გემოაღ. არა. იგივე არა აქვს. კარაქის არის ისე სიმჟავე. არა, სიმჟავე ხოლმე. კარაქის გემო ხო იგზნობა. კარგის გემო იგზნობა ამაში, უბრალოდ იცი რა არის? გემოების რაღაცა უფრო ძაფრი გემოები აქვს ქართულს. უფრო გემრიელი. და ნაზი ხორცი აქვს. უყურეთ აი პირში დინება. ხო. ანუ თუ ხორცი გააკეთეთ ესე და შიგნიდან აი ესეთი ვარდისფერი ეგ ნუ შეგაშინებთ, არი ფიქრობთ რომ ხო, მაიცა კათოლას მივოდექი. ღვინო აღარ დავლიოთ მამაძაღლი, ეს 101-ის ღვინო არის. მე თვითონ ვაყენებ ხოლმე კასპიის რაიონში ეგეთი სოფელი რა. თუ ვიღაცამ სიცილი დაიწყეთ სახელის გამო გეთახმებით რომ რაღაც სამხერლო სახელია, მაგრამ ძველი სოფელია რა. ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს და გენერალი მაზლიაშვილიც მაგ სოფლიდან იყო რა. სითა თქმას ვერასწორ ხოლმე მაგის აი გადაიც. მაგის თქმას ვეღარ ასწორ ხოლმე ხალხს სიცილი უტყდება. არა უშაშვილო. იციდან. არა ჯობია იცი რომ ვიდრე იტირო, ა? კი. და მაშინ იცინონ. მაგრამ ფაქტი ეგ არის და რა ვქნათ. ეს. აჰა ბატონო ირაკლი. ბატონ დავითს ღვინოს არ უსხავ ხოლმე, იმიტომ რომ პატარა. ო რა ღვინო შაუწობ ხოლმე იმაში რა ქვია. პურს აწობს ხოლმე და ის ბოღლიწო. ო ბოღლი. მოდი დიეტკი გამოიყურებ, მაინც ბავშვი ხარ. კი. ჩემთან შედარებითაც და არა ისე ბავშვი აღარა ხარ, რაღა ბავშვი ხარ. მოзвერი ვიდიღურები. მოდი. ჯერ ხალს გაუმარჯოს. ბატონ დავითის თამადობით. არა, ბატონ დავითის, არა, მაღაზი პატარებიც არიან. არახან აქ არის, მოდი ბატონ დავითის თამადობით. სულ ყველა პატარებო დაგლოცა და ვინც გვიყურებთ, ვისაც აყავთ. ყველას დაგლოცათ პატარებს და ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი და შემდეგ სულ ყველას დაგილოცავთ. ღმერთმა გადაგძელო და გაგაძლიეროთ. აი, კაი როცა მამაშვილი ერთად ვქებოთ. შარშან წინდელი ღვინო აი. ბოთლები რო არა გესო ბოლო